ნოდარი დღეს ძირითადად მაინც უფრო უკრაინის თემაზე სასაუბროდ ყავს დაპატიჟებული, მაგრამ და ჩვენ ამას დაუბრუნდებით, რადგან სულ რამდენიმე წუთის წინ დაიწყო ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ ფლორიდაში ორი დელეგაციის, უკრაინის დელეგაციისა და შეერთებული შტატების დელეგაციის შეხვედრები ძალიან საინტერესოდ, შეიძლება საკვანძო შეხვედრა იყოს ეს, მათ შორის პირველ რიგში ერმაკის ჩანაცვლების და ბევრი სხვა მიზეზების გამოც, მაგრამ ამ სიუჟეტთან დაკავშირებითაც მინდა კითხოთ. ანუ სიუჟეტის ძირითადი თემა რა იყო? ადამიანები, რომლებიც შეიძლება მძიმე პოლიტიკური წონით არ გამოირჩევიან, საუბრობენ უკვე ღიად ქართულ სატელევიზიო არხებზე, პერიფერიულ, მაგრამ არხებზე იმის თაობაზე, რომ მოდით რა მოცემულობა ასეთი არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის და ასევე იმ დიდი საფრთხის გათვალისწინებით, რომელიც დიდი თურანის იდეის რეალიზებას უკავშირდება და აგერ აი თურქეთი წამოვიდა ეს თურქეთის თემატიკა კვლავ წინა პლანზე. ეს ახალი არ არის, ნოდარმა განსაკუთრებით კარგად იცის, იმიტომ რომ თურქეთის კარგად ცოდნია. ეს საფრთხე საქართველოს ემუქრება და ამ საფრთხისაგან თავის დასაცავად ორი კურდღელი ერთად დავიჭიროთ. ერთი ანუ რუსეთის ბაზები დავაბრუნოთ ძველ ადგილებზე, რაც იყო ფაქტობრივად საბჭოთა კავშირის დროს და იმის შემდეგაც ხო ბათუმი ახალციხეა ძირთად ნახსენები, რომლითაც თურანისაგან დავიცავთ თავს თურქეთისგან და მეორე მხრივ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაც უფრო პერსპექტიული გახდება. ნუ და ვერ ვიტყვი ეს მაინცა და მაინც ახალი იდეაა, მაგრამ ქართული ოცნების პირობებში ყოველ მსგავს იდეას უკვე განსაკუთრებული სიფრთხილით ნამდვილად უნდა მოვეპყროთ, ხო არ ვწდები ამაში. მოგესალმები, მივესალმები ტელემოყურებელს, მადლობა შესაძლებლობისთვის. არა, ეს იდეა სირკულებს უკვე რაღაც დროა. ეხლა ძალიან კარგი ანალიზი გააკეთე, რომ ამან მეინსტრიმზე გამოტანა დაიწყეს. ეხლა ფრთხილი გატესტვა ხდება ამ იდეის. არის პარტია შექმნეს, ჩვენ ვიცნობთ იქ რამოდენიმე ადამიანს, რომელიც ნეიტრალური საქართველო, კი ბატონო. და აი ამ პარტიის მეშვეობით აი ესეთი იდეები შემოაქვთ ეს არის. ეხლა მანდ თემა რა არის, რომ თურქეთის საფრთხე, ეხლა ევროკავშირიდან თუ მორალური საფრთხე მოდის, ფიზიკური საფრთხე ჭირდება საიდანღაც. ხო ვერ იტყვიან, რომ ხა გეები და რაღაცა და სამხედრობაზე. ხო, ამიტომ შემოვიდა თურქეთი. ხო, შესაბამისად, ფიზიკური საფრთხე ერთ-ერთი ვისაც შეიძლება დააბრალო, წესით ჩემი აზრით ირანი იქნებოდა, ირანზე უნდა გადაეტანა თურქეთი მოკავშირეა და რავი, დელეგაციები დადიან აქეთ-იქეთ. ანუ თურქეთთან ეხა ქართულ ოცნებას ნორმალური ურთიერთობა, ძალიან დიდი შეცდომა იქნება მათი მხრიდან ამ ურთიერთობის გაფუჭება. ნუ მაგრამ ფაქტია, რომ ეს ხდება და ბაზები შემოყვა. ეხა პრობლემა რა არის რუსულ ბაზებთან? გარდა აშკარა პრობლემისა, რომ საქართველოში რუსული ბაზები იყო მხოლოდ 5 წელი. დანარჩენი პერიოდი ეს იყო საოკუპაციო ძალები. საბჭოთა კავშირის დროს ეს იყო საოკუპაციო ძალები და შენ უკვე მაშინ საზოგადოების ცხოვრებაში აქტიურად იყავი დატვირთული. გვახსოვს 1999 წლიდანაც ეს იყო საოკუპაციო ძალები. იმიტომ რომ საქართველოს სტამბოლის სამიძე მოთხოვა რუსეთს ამ ბაზების გაყვანა და ჩვენი ნების გარეთ იმყოფებოდნენ ეს ბაზები მაშინ. და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა განსაკუთრებით ამერიკა გვეხმარებოდა და გავაყვანეთ რუსეთს ბაზები. კი გახსოვს შენ ეს ყოველ. შესაბამისად ეგ ბაზა ვერ იქნება, ეს იქნება ისევ და ისევ საოკუპაციო ძალები, ანუ ეგ იმ შემთხვევაში თუ კი საქართველოს მოქმედი ხელისუფლება, რომელიც ამ ქვეყნის ასე ვთქვათ სახელით ისაუბრებს, ოფიციალურად არ მოიწევს ან არ შეუთანხმდება ამ ბაზების განლაგებაზე. ხო, ვისაც აქვს ეს ბაზები, ისინი გაყვანაზე ჩალიჩობენ, იგივე სომხები და ჩვენ, ანუ როგორ სიტუაციაში აღმოჩნდით, ხა ესეთი საუბრები, აი რაღაც ლოგიკა ექნებოდა 2000-იანების დასაწყისში, როდესაც რუსეთი ასე თუ ისე არანეგატიურ ძალად აღიქმებოდა. ხო, პოზიტიური რუსეთი არ ყოფილა ევროპისთვის, მაგრამ დღეს როცა მისი უახლოესი მოკავშირეები, ისეთები როგორც არიან სომხეთი, ყაზახეთი, კირგიზეთი, რომლებიც ხელშეკრულებებით შედიან იმ ორგანიზაციებში, რომელიც რუსეთმა დააფუძნა, რუსეთიდან დისტანცირებას ცდილობენ, როცა თელსაყაროში რუსეთი გამოცხადებულია როგორც რაღაც ხულიგანი, გიჟი და პუტინი კიდე შეურაცხად პიროვნებად, ეხლა რუსეთში აზერბაიჯანმა რუსეთთან ურთიერთობა პრაქტიკულად გაწყვიტა. ანუ ძალიან დაბალ დონეზე დაიყვანა თავის სახელმწიფოებრივი ურთიერთობა რუსეთთან. გვახსოვს როგორ ჩაცუსკულები დაყავდათ რუსი ჟურნალისტები დაჭერილები ბაქოში, ხო, მთელი ის გაუკეთეს. სომხეთი პაშინიანი, ეხლა სომხეთზე ახლო მოკავშირე რუსეთს არ ყავდა ხელშეკრულებებით. ყველა ხელშეკრულება ცდილობს რომ რუსეთიდან გამოიყვანოს სომხეთი და შენ ეხა ეტენები, როდესაც ანუ არანაირი აზრი არ აქვს წაგების გარდა არაფერს და ეს იმის ფონზე, როდესაც მოლდოვას აგერ ევროკავშირში გასაწევრიანებლად ამზადებენ ნელ-ნელა და მიყავთ ასე ვთქვათ მოლაპარაკებები მაკეთკენ. ნუ და შეიძლება დროებით ამ თემას, თუმცა ინფორმაციულ დონეზე ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო, რომ თავისთავად ქართულ დისკურსში
საინფორმაციო სივრცეში თავისთავად ეს თემები რო ესე შემოვიდა, უკვე საგან გაშუა იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაზეც გვეგონა რომ ამას როგორ იზამენ, როგორ გაბედავენ და ასე შემდეგ. თორმე გაბედეს. ხო. ამიტომაც ჩვენ მნიშვნელოვნად ჩავთვალეთ, რომ ეს ყველაფერი გვეჩვენებინა უფრო ფართო აუდიტორიისთვის. თემა მეორე თემა უკავშირდება უკრაინა ვახსენეთ უკვე და ძირითადად უკრაინაზე ვისაუბრეთ, მაგრამ მანამდე კვლავ საქართველოსთან დაკავშირებული შემთხვევა და ერთ-ერთი ინფორმაციული შემხებლობა, მოდით ვახსენოთ, ოცნების უსაფრთხოების სამსახურში დღეს თქვენს რომ არასწორი ინფორმაცია თითქოს საქართველოს ტერიტორიაზე არსებობს რუსეთის შეიარაღებული ძალების სპეციალური უსაფრთხო კომუნიკაციის ტერმინალების ქსელი. სუსის განცხადებით არანაირი მსგავსი ინფორმაცია არ მიუღიათ უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურიდან. უწყებამ ამჯერადაც არ გაუშვა შანსი ხელიდან და მორიგჯერზე ომში მყოფი ქვეყანა დაადანაშაულა, თითქოს უკრაინამ კონკრეტულ ჯგუფებს სრულ და ანტისახელმწიფოებრივი კამპანიის წარმოების საშუალება მიცავა. ეს ყველაფერი უკავშირდება გუშინ უკრაინის სამხედრო დაზვერვის მიერ მოპოვებულ და გავრცელებულ მასალებს, რომელთაც ირკვევა, რომ საქართველოსა და აფრიკაში რუსეთის შეიარაღებული ძალების კომუნიკაციის ტერმინალები მუშაობს. ომში მყოფი ქვეყანა ავრცელებს სპეციალურ რუკას, რომელსაც მაყურებელი ახლა ხედავს, სადაც მათი მტკიცებით ტერმინალების უდიდესი ნაწილი რუსეთის მიერ კონტროლირება ტერიტორიაზეა, ფრონტის ხაზთან ახლოს, თუმცა ერთი ტერმინალი საქართველოს ტერიტორიაზე აღინიშნება და ორი კი აფრიკის ტერიტორიაზე. ჯერჯერობით ჩვენ არანაირი პირდაპირ მტკიცებულება არ გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ ის შეიძლება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირება ტერიტორიაზე იყოს, მაგრამ თავისთავად ეს ინფორმაცია რაზე მიანიშნებს? მე შემიძლია ესეთი რაღაცა გითხრა, რომ დაახლოებით 1 წელია ჩვენ გქონდა ინფორმაცია ჩვენი მოკავშირე ქვეყნებიდან, არა უკრაინიდან, ნატოს წევრი ქვეყნებიდან, რომ საქართველოში რაღაცა სახის რუსეთის წარმომადგენლობა იყო გაკეთებული სამხედრო სტრუქტურის, ოღონდ არ ვიცოდით როგორი. ანუ საუბარი იყო ისე, რომ ასევე აკონტროლებდნენ საზღვარზე ვინ გადადიოდა, გადმოდიოდა და ამასთან იყო კავშირში დისიდენტი ჟურნალისტების არ შემოშვება და ვიღაცების გაწევება მე ქვეყნიდან, ანუ გასვლის შემთხვევაში არ შემოშვება და ჩვენ ძირითადად ფიქრობთ, რომ ეს ალბათ საზღვრის დაცვის ელემენტთან არის დაკავშირებული. თუმცა ხა უკრაინამ რაც გააუცელა, ბევრად უფრო ლოგიკურია, რომ ეგეთი რაღაცა იყოს, რომ ანუ ეს არ არის პირველი, რომელიც მე პირადად მესმის ამ სფეროში და ისიც რომ საქართველოსთან საკმაოდ ადვილად გაედინება ყველა სახის ინფორმაცია რუსეთს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ დღევანდელი ხელისუფლების მაღალი ეშელონები აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ მე ამაში, ასე ვთქვათ, ქართულად ვთქვათ, დალაგებული არიან რუსებთან იმ დონეზე, რომ ეს მერე ჩვენ გამოგვიტანს ცუდ ადგილას. ანუ რუსეთთან დალაგების პრობლემა ის კი არ არის, რომ ვაიმე რუსი ცუდია და რატო ლაგდები, ხო? ეხლა გეტყვის კოცი, რომ იმიტომ ლაგდები, რომ არ შემიძლია. კაი, პრაგმატულად შევხედე. რუსეთთან დალაგების პრობლემა ის არის, რომ ყველა მიცის უკრაინელებმა კი არა, მაგრამ მე სხვა ქვეყნებიდან მქონდა ეს ინფორმაცია, სანამ უკრაინელები ამას გამოქვეყნდნენ. ყველა მიცის, რომ შენ რუსეთთან ლაგდები. და ეხა უკრაინის თემა რომ დალაგდება, ისევე სიტყვა ვიხმაროთ, ხო? დალაგდება დანარჩენი თემებიც. და შენ ახლა რუსეთთან დალაგებული ხარ, მიგალაგებენ იმ რუსეთთან ამ უკრაინის იმაში და აღმოჩნდები იქ, სადაც 30 წელია ორი თაობა ქართველების როგორც მინიმუმ მუშაობთ, რომ არ აღმოჩნდეთ და რამენერად გავარღვიოთ და ცივილიზაციაში აღმოჩნდეთ და აღმოჩნდეთ არ გინდა ევროკავშირი, ნუ შეხვალ გახდი კანდიდატი კაცო და იყავი, ხო, ცოტა ხანო ის ნორვეგიას ერთ არ ენო, მაგრამ რუსეთი ვერ იქნება ამის ალტერნატივა. ანუ ჩვენ რუსეთთან თვით დალაგებით ტრამპის ადმინისტრაციას რა სათქმელი ექნება, ანუ უკვე შენინები თუ დალაგდი ვინ დაიწყებს ჩვენთვის ვაჭრობას ან რატო დაიწყებს? ისე აქვს გარკვეული წარმოდგენები და ცნობილი განცხადებაში ასე თქვა რომ პუტინმა წაიღო საქართველოს გახსოვს? ო, კი, აი ჩვენ ცუდ მაგალითად რომ მოგვიყვანათ, ხო, ცუდ მაგალითად. ამის სამწუხარო წინაპირებები არსებობს და პირიქით ეხა ამის საწინააღმდეგოდ უნდა მუშაობდეთ. ამ თემასთან დაკავშირებით მინდა რომ ხომ არ გინდოთ კიდე რამის დამატება? არა, ერთ-ერთი იმის თქმა მინდა რომ მე იმის თქმა მინდა რომ ქართული სუსის ეს კატეგორიული განცხადება რომ არა, ამ შემთხვევაში მე დიდად ვერ დამარწმუნებ და ყველა იმ ყველაფრის გათვალისწინებით რაც საქართველოში იყო და შენი მხრიდან ამაზე გარკვეული შენს ინფორმაციაზე დაყრდნობით საუბარი კიდე უფრო მეტად მიმყარებს ეჭვს. აბსოლუტურად შეიძლება ეს ასე იყოს. პრობლემა აქ არის პრაგმატული ის რომ მოკლე ფეხები აქვს ტყუილს და ბოლოში აღმოჩნდები იმ რუსეთთან
რომელთანაც არაფერში ის რა მე მოუწოდებდი იმ ხალხს ვინც ამბობს რომ წავიდნენ და ერთი თვე რუსეთში იცხოვრონ რა ეს სადმე იმაში რა ხო როსტოვში ან სადმე ნახონ ხალხი აი როგორ ცხოვრობს და განათლების ცხოვრების და მარწესრიგის დონე პრაქტიკულად რუსეთის პატარა ქალაქებს კრიმინალური დაჯგუფებები მართავენ და ეს რაღაც ციხიდან გამოშვებული იმაზე რა ყაჩაღები რომლებსაც ამნისტია გამოუცხადეს იმიტომ რომ ერთი უკრაინაში წასულ რა გვინდა იქ ანუ აი ეს არის ფასი იმისა აი ამ თამაშების რომელსაც დღეს უსი უარყოფს ეგრე უარყოფდნენ ეგენი ძალიან ბევრი ამის რაც ნუ და ახსენე უკრაინის რაც გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი არის დიდწილად მათ შორის საქართველოსთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები მიმდინარეობს ახლა ამ წუთებში სულ ნახევარ საათის წინ გავრცელდა პირველი ვიდეო კადრები ვაშინგტონის მიერ ინიციირებული სამშვიდობო გეგმის შესახებ მოლაპარაკებებში მონაწილეობა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიოც იღებს სააგენტო როიტერის ინფორმაციით ფლორიდაში დაგეგმილ შეხვედრაზე ის დონალდ ტრამპის წარმომადგენლებს სტივ უიტკოფს და ჯერედ კუშნერს შეუერთდა. აი ჩვენ ხედავთ ახლა კადრში მას ორივე წარმომადგენელს. უკრაინელების დელეგაცია ასევე რა თქმა უნდა არის წარმოდგენილი, ოღონდ იქ აღარ არის უკვე ერმაკი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის ანდრეი ერმაკის გადადგომის შემდეგ დელეგაციას ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე რუსტემ უმეროვი ხელმძღვანელობს. უკრაინას ასევე წარმოადგენს სამხედრო დაზვერვის მეთაური გენერალი კირილ ბუდანოვი და უკრაინის არმიის გენერალური შტაბის უფროსი გენერალი ანატოლი იგნატოვი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი კისლიცა. აქვე ჩვენ შეგვიძლია რუბიოს პირველი განცხადებების შინაარსიც ვთარგმნო და მოვასმენინო ჩვენს მაყურებელს, რომელიც ახლახანს გავრცელდა. ეს სიტყვები ეკუთვნის სახელმწიფო მდივანს. უკრაინელი ხალხი მშვიდობას ითხოვს, მაგრამ აქ საქმე ეხება იმასაც, რომ ომი ისე დასრულდეს, რომ უკრაინა დარჩეს სუვერენული, დამოუკიდებელი და ჰქონდეს ნამდვილი კეთილდღეობის შესაძლებლობა, ამბობს მარკო რუბიო. ამიტომ საქმე მხოლოდ ომის დასრულება არ არის. მნიშვნელოვანია ომი დასრულდეს ისე, რომ შეიქმნას მექანიზმი, რომელიც უკრაინას მისცემს დამოუკიდებლად, სუვერენულად ყოფნის საშუალებას, ახალი ომების რისკის გარეშე და მის ხალხს უზრუნველყოფს კეთილდღეობით. მარკო რუბიო ასევე აგრძელებს, ეს მხოლოდ ქვეყნის აღდგენას არ გულისხმობს, არამედ შესვლას ეკონომიკური წინსვლის განსაკუთრებულ ეპოქაში. უკრაინას აქვს უზარმაზარი ეკონომიკური პოტენციალი, უკრაინას აქვს ნამდვილი კეთილდღეობის დიდი შესაძლებლობები. ამიტომ აქ საქმე არა მხოლოდ სამშვიდობო შეთანხმებებზეა, საქმე ეხება მომავლის გზის შექმნას, რომელიც უკრაინას დატოვებს სუვერენულს, დამოუკიდებელს და ეკონომიკურად აყვავებულს. უკრაინულ დელეგაციასთან შეხვედრაზე აცხადებს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, სწორედ აი ეს განცხადება გქონდა ახლა ჩვენ ეთერში. თავად ამ მოლაპარაკებების მნიშვნელობაზე საუბრით დავიწყოთ და შინაარსიც ამ განცხადების რაც გარკვეული პრიორიტეტებიც არის აქ მე მგონი განსაზღვრული და ის წითელი ხაზები, რომლის მიღმა ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის თაობაზე თავისი მონაწილეობით შეთანხმების მიღწევას როგორც ჩანს არ განიხილავს. ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება იმის ფონზე, რაც მოხდა, ხო, ბოლო პერიოდში ყველას გვახსოვს გაჟონილი ინფორმაცია, სადაც ამერიკის მხრიდან მომლაპარაკებელი არც თუ ყველაფერს თავიდანობა არც თუ ჭკვიანურად იქცეოდა, იმიტომ რომ ეს რომ გაჟონავდა, უნდა ცოდნოდა და ამან გაჟონა კიდევაც, რომ რჩევებს აძლევდა ტრამპისთვის რა ეთქვა და რაღაცა და ასე თქვა ტექსტი, რომელიც თურმე ამის მომზადებული ყოფილა და არა რუსების და რუსებმა უბრალოდ ანუ ჩვენ ხო სხვანაირად ამიტომ ახლა აქ რუბიო შემოსვლა პროცესში და იმის ნახება რომ აქ რუბიო არის უკვე პირველ ნომერ და მისი მეორე მხარის მეორე როლებზე გადაწევა ძალიან მნიშვნელოვანია ეს ერთი მეორე არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ეს არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური შემთხვევა როდესაც პირდაპირ ომში არის ახლა ამ შემთხვევაში 4 მხარე. ანუ ორი მხარე არის რუსეთი, უკრაინა, ეს გასაგებია. ხო მესამე მხარე ამერიკა. მეოთხე მხარე არის ევროპა. ადრე თუ ჩვენ ახლა ერთ მხარეს შეგვეძლო აგვეღო ევროპა და ამერიკა, ახლა ეს სხვა მხარეები. აქ ამერიკისთვის პრობლემა რა არის? პრობლემა არ არის ეს, მაგრამ ტრამპისთვის. ტრამპს უნდა მომის მალე დასრულება, მაგრამ ის ამ მომს ვერ დაასრულებს თუ ევროპაც არ დაითანხმა, ამას ხვდება. ევროპა არავითარ შემთხვევაში, ხო უკრაინა როს დათანხმდება? უკრაინა არ დათანხმდება, პირველში ევროპა არ დათანხმდება იმ დათმობებს, რომელიც 68 პუნქტიან გეგმაში გათვალისწინებული და ევროპა არა, ეხლა ეს არის გერმანია, საფრანგეთი, ეს არის სოფლიოში ყველაზე მდიდარი და ყველაზე მძლავრი კავშირი საქართველოს სოფლიო ისტორიაში, ხო? შესაბამისად რუბიო აქ ბევრად უფრო სწორი კანდიდატურა, ვინც შეძლებს დიპლომატიურად
დაალაგოს ეს თემა უკრაინელებთან და პარალელურად ევროპელებთანაც. იმიტომ რომ ევროპისთვის ეს პრინციპიალური საკითხია, რომ ტერიტორიების გადანაწილება არ მოხდეს სამხედრო აგრესიის შედეგად. იმიტომ რომ ეს ისეთ პრეცედენტს დაუშვებს, რომ ხა რუსეთს თუ შეუძლია თქვა დონეცკი მიითვისოს, ხო, პრეცედენტი დაუშვეთ, მაგალითად რა, ჩინეთს რატო არ შეუძლია დაიბრუნოს ტაივანი, რომელიც აღიარებულია, რომ მისი ლეგიტიმური ტერიტორიაა, ხო გიგო? რატო არ შეიძლება სხვებმა გააკეთონ ტერიტორიული პრეტანუ გადახედვა თუ ხდება, მაშინ გლობალურად შეიძლება ეს პროცესი წავიდე. არაღიარებული დაპყრობა სხვა არის, მაგრამ ეს ხო აღიარებული ხელშეკრულება უნდა იყოს. შესაბამისად, აღიარებითაც რუსეთისთვის მიწების დათმობა უკრაინის ხარჯზე ეს არის კატეგორიულად მიუღებელი, იმიტომ რომ მაშინ პუტინი მიაღწევს თავის მიზანს, რომელიც არის დღევანდელი მსოფლიო წესრიგის რღვევა და რაღაც ახალი ძლიერის ძალისმიერი, ასე ვთქვათ, იმის დღის წესრიგის შემოთავაზება. ამიტომ რუბიომ მნიშვნელოვანია, რომ იყოს პირველი მოთამაშე ამ პროცესში, რომელიც შეძლებს დაბალანსებას ევროპული პროცესი. ანუ გუშინ გერმანიის კანცლერს ჰქონდა ძალიან კაი გამოსვლა საღამოს შეუში, სადაც ილაპარაკა მან ძალიან კარგად უკრაინაზე და თქვა, ზუსტად ამას გაუსვა ხაზი, რომ ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია ნებისმიერი ტერიტორიული ცვლილება ომის საშუალებით. თორემ ამას შემოაქვს ის პრინციპები, რომლის წინააღმდეგაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩვენ ყველანი ერთად მუშაობთ. მათ შორის იმ ომში დამარცხებული გერმანია, რომელმაც ზუსტად ამ პრინციპების ხელყოფით დაიწყო ეს ომი, ხო? ბუდნოდარ ჩამოთვალოთ ის ფაქტორები, რომელსაც ანგარიში უნდა გაუწიოს ევროპამაც და უკრაინამაც ამერიკის მიდგომების გათვალისწინებით. ანუ ხა გერმანიის კანცლერი ახსენე გასულ კვირას ბუნდესტაგში დაამტკიცეს მომავალი წლის ბიუჯეტი, სადაც სამხედრო ხარჯების უპრეცედენტო ზრდა არის გათვალისწინებული და ეს ნიშნავს, რომ გერმანია იქნება მაინც ძირითადი ლოკომოტივი არა მარტო სამხედრო ინდუსტრიის, ევროპის, როგორც ჩანს, სამხედრო ძალის თვალსაზრისით, ცხადია პოლონეთი, აღმოსავლეთ საფრანგეთთან ერთად ხო მაინც წამყვანი ქვეყნები არიან, მაგრამ ჯერ ანუ დღეს და ხვალ ევროპა არ არის მზად სრულად გადაიბაროს ის მნიშვნელოვანი უღელი, ასე თქვა და პასუხისმგებლობა, რომელიც შეერთებულ შტატებს ჰქონდა ევროპის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ეს ერთის მხრივ ირიბის შანტაჟის მომენტიც არის, მაგრამ მეორეს მხრივ გამორიცხულია, რაც დასაწყისშივე ახსენე, ტრამპი წავიდეს ისეთი ტიპის ესკალაციაზე ევროპასთან, მის მთავარ მოკავშირესთან, როდესაც წინ უზარმაზარი მისი აზრით ყველაზე მთავარი პრობლემების მოგვარება ელის ხო ჩინეთთან მიმართებაში. ანუ ეს კი იქნება რაღაც გარკვეული უკმაყოფილებების დემონსტრირება და მოსინჯვა პოზიციების, მაგრამ რაღაც ხაზებს იქით არ გადავა. აი, სად შეიძლება მოინიშნოს ის კომპრომისული ვერსია და ვარიანტი, სადაც შტატები დღევანდელი ადმინისტრაციის პოლიტიკით, ევროკავშირი, ბრიტანეთი და უკრაინა ერთმანეთთან საერთო კომპრომისულ მიდგომით შეთანხმდებიან. ვიტკოფი რო ჩავა ამ მომავალ კვირის ბოლოს ინდოეთში ვიზიტის შემდეგ პუტინთან ეცოდინება ვიტკოვს და როგორც ჩანს კუშნერიც ალბათ გაყვება მას, რომ აი ეს არის წითელი ხაზები, რომელიც მარტო აღარ გაუშვებენ და მაგ შემთხვევაში რა პერსპექტივა აქვს, რომ პუტინი საერთოდ დათანხმდეს რაიმე სახით ცეცხლ შეწყვეტას. აქ როგორი სიტუაციაა, იცი, რატო უნდა, მოდი კითხვა დავსვათ, რატო არის ტრამპი ესე მოწადინებული, რომ დაამყაროს საქმეშვიდობა, ხო? გარდა იმისა, რომ ხა ნობელის პრემია რაღაც, ეგ პირადი გასაგებია, სახელმწიფოებრივად. ეხლა არ არის მარტო პირადი, ხა ტრამპს ზანგიჟად ნუ გავასაგებთ. რამ ადამიანს სახელმწიფოებრივი აზროვნება გარკვეულწილად აკეთებს, ჩვეულები ყავს პირველ. ტრამპს ძველმა, ანუ აი კისინჯერის თაობის და მაგ კისინჯერი გარდაიცვალა. როცა ცოცხალი იყო, მათ შემთხვევაში დაუწერეს, გემახსოვრა ჯეკი და პირველი პრეზიდენტობის დროს საგარეო პოლიტიკური რეკომენდაცია, სადაც ეწერა, რომ ჩვენ რუსეთთან კი არ უნდა ვიქიშბოთ. რუსეთი უნდა გახადოს ჩვენი მოკავშირე ჩინეთთან კონფრონტაციის საკითხებში, იმიტომ რომ რუსეთის ეროვნული ინტერესები ასევე ჩინეთის არ დაშვება ჩინეთის გაძლიერების. ეს პოლიტიკა ტრამპისთვის მისაღებია. თუმცა ეხლა დღეს როგორ სიტუაციაში აღმოჩნდა, რომ რუსეთის დამეგობრება მას შეუძლია, მაგრამ ამის ფასი არ იქნება უკრაინა. ამის ფასი იქნება ევროპასთან პრობლემის შექმნა და ეხლა რუსეთის საეჭვო მეგობრის გაცვლა, ანუ რუსეთზე გაცვლა ევროკავშირის, რომელიც ტრადიციული ბევრად უფრო მდიდარი და ბევრად უფრო ძლიერი მეგობარია ამერიკის, ეს არაპრაგმატულია ამერიკისთვის. რა ეხლა რო უთხრა ვისთან გირჩევნია შენ, იმიტომ არ გამოდის ორივე რა. ურთიერთგამომრიცხავი ხდება დღეს უკვე. ეს ამას რუბიოს უბრალოდ ეხლა ცდელობები რა თქმა უნდა გაგრძელდება. ან უნდა გაანაცხადოს, ან ვერ უნდა მიაღწიოს შვიდობას და გააგრძელოს კონფრონტაციულ რეჟიმში, ან ევროპის განაცხენების ხარჯზე უნდა აიძულოს მაშინ უკრაინას ხელები უგრეხოს და ისეთ რაღაცაზე მოაწენოს ბოლო-ბოლო ხელი და აი შეიძლება თქვი შანტაჟით რომ მე აღარ დაგეხმარები და ყველაფერს მოყვა. რა რის მსვლელობა სხვა შორის ქონდა ერთი პერიოდი და ზელენსკი მაშინ ვარი უთხრა და ევროპა გადაეყოფა მაშინ. შესაბამისად
ჩინეთთან რუსეთის არ არის მისი მთავარი მოკავშირე. მის მთავარი კავშირი არის ევროკავშირი, რომელიც არის სხვაშორის ჩინეთის ყველაზე დიდი საავაჭრო პარტნიორი. დღეს უზარმაზარი საავაჭრო ბალანსი აქვს. შესაბამისად, ამერიკას ბევრად უფრო ჭირდება ევროკავშირი, ვიდრე ჭირდება რუსეთი. კი, რუსეთი ჭირდება. ამიტომ არის რომ დღეს ახლა რუბიო იმაშობა რა ქვია, აგვარებს ამ თემას. მაგრამ ეს ვერ იქნება, არ უნდა კონდეს იმის ილუზია, რომ მათ შორის, რა ვიცი, რუსეთს რა თუ აქვს ესეთი ილუზია, რომ ახლა მოსკოვზე ბრიუსელს გაცვლის მოსკოვზე. არც ეკონომიკური პოტენციალით, არც ნდობით, არც ურთიერთობის ისტორიით არაფრით ვერ შეთან. არ არის ახლა რუსეთის სანდო მოკავშირე, ეს კარგად იცის ყველა ამერიკაში. და მინდა რომ მოვასწროთ საუბარი სკანდალზეც ერთის მხრივ და შემდგომ შედეგებზეც. ხო, რამდენადაც ომში მყოფი ქვეყნისთვის ნებისმიერი მიმართულებით მოწყვლადობა ეროვნული უსაფრთხოებისა და ზოგადად ომის შედეგზე შეიძლება აისახოს და ნუ ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, დამაზიანებელია, დამაზარალებელია ის სკანდალი, რომელიც აი ბოლო ერთი თვის განმავლობაში ასე ვთქვათ აფეთქდა. მაგრამ ეს აფეთქება შემთხვევით არ მოხდარა, ხო? ერთის მხრივ ნაბუ, ეგრეთ წოდებული ანტიკორუფციული ორგანო, რომელიც აქტიურად მუშაობს, ანუ თავად უკრაინის სახელმწიფო შტო აკეთებს ამას, რაც ერთის მხრივ მეტყველებს იმაზე, რომ ეს დემოკრატიული პროცესი, ანტიკორუფციული, ანუ მიმდინარე ცოცხალი ორგანიზმი, ამ გაგებით და ამით რაიმე ტიპის ანალოგიების მოყვანა რუსეთთან ძალიან მოადგილე ვარ, რბილად რომ ვთქვათ, მაგრამ აქ არ არის საუბარი მხოლოდ რაღაცა პროცესზე, საუბარი არის იმ მართლობითი მოდელის ერთ-ერთ თავარ საყრდენ ბოძზე, როგორც იყო უკრაინის მოდელში პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროს ერმაკი. როგორ შეაფასებდი მომხდარს, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს როგორც თავისი დადებითი, ასევე უარყოფითი შედეგებით უკრაინის პოზიციებზე და თავად პრეზიდენტ ზელენსკის პოზიციებზე. ნუ, პირველ რიგში ძალიან ის აღნიშნოთ, რომ ძალიან კარგი ფაქტია, რომ უკრაინაში არსებობდა ორგანო, რომელმაც გამოიძია და რომელიც გამოძიებას 14-თვიანი გამოძიება ჰქონდა თუ არ ვცდები, რომელიც გამოძიებას შედეგად მოუწია გადადგომა უკრაინაში ალბათ ყველაზე გავლენიან ადამიანს, რომელთაც ითვლებოდა ერმაკი. სხვა შორის ახლა ეს ხშირად საუბრებში ჩვენ უცხოელ კოლეგებთან ერთად, ერმაკი სახელდებოდა, რომ უკრაინის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა და ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული საშუალო. ეს ყველამ კარგად იცოდა, რომ მასთან მიდიოდა ძალიან ბევრი კორუმპირებული სქემა ერმაკთან. შესაბამისად, ყოველ შემთხვევაში ამაზე ბევრს საუბრობდა. ხო, ეს ხო ფაქტები არ ყოფილა, მაგრამ ის რომ გადადგა ერმაკი ამ ნაბუსკან, ანუ ჯერ ნაბუს პირდაპირ ერმაკი არ დაუსახელებია, ხო? და საუბარი იყო ენერგეტიკის სფეროზე, საუბარი იყო ერთ-ერთ მოკავშირეზე ზელენსკის, რომელიც იგივე კვარტალ 95-ის დამფუძნებელია დიდი ხანი, მაგრამ ერმაკი სახელი ესე თქო პირველი დასხმა, მაგრამ რახან ეს ერმაკის გადადგომი დასრულდა, ესე იგი ერმაკი ფარველობდა, იმიტომ რომ ერმაკიც ზუსტად მაგუნდის წევრია, აი ეს რა ქვია. ნუ შემთხვევით არ ჩატარდა ჩხრეკა არც მის კვარტალ 95-ის ასე თქო ამ ტელეჯგუფს. კი ბატონო, ეხა ეს მეტყველებს იმაზე, რომ რაღაც გამჭვირვალება უკრაინაში დარჩა და ეს ძალიან კარგია და იგივე ამერიკელების, ხო შორის ამერიკელების დახმარებით მოხდა. ნაბუ ძალიან ფარველობენ ამერიკელები უკრაინაში. და განსაკუთრებით ბრიტანელების ძალისმევა იყო ამფრე და ევროპელებიც ძალიან კი, ძალიან კარგია, რომ ესეთი რაღაცა მოხდა. მეორე ხომ საჩვენებს, რომ ის პროცესები, ის პრობლემები კორუფციის, რაზეც იყო საუბარი, მართლა არსებობდა უკრაინაში სამწუხაროდ. მაგრამ ეს საჩვენებს ასევე უკრაინის იმედს, რომ უკრაინა გამოჯანსაღების შანსი აქვს, რატო? იმიტომ რომ დიაგნოსტიკის შანსი ქონია. შენ თავს შეიძლება რომ დაუსვა დიაგნოზი, რომ ესეთი მაღალი დონის კორუფცია გაქვს, ამის გამოაშკარება შეძელი და ქვეყანაში ალბათ ერთ-ერთ ყველაზე ძლიერი ადამიანს აიძულე პოლიტიკიდან წასულიყო, ეს უკვე იმის ნიშანია, რომ შენ გაქვს ამის დაძლევის შესაძლებლობა. რა თქმა უნდა, ეს დააზარალეს და ამან დააზარალა თვითონ პრეზიდენტ ზელენსკი, იმიტომ რომ ერმაკი იყო მისი ნდობით აღჭურვილი პირი. შესაბამისად, როცა იქნება არჩევნები, ალბათ ამას გაუხსენებენ, მაგრამ დღეს სანამ ომია, ხო? ესეთი პროცესები აუცილებელია, მაგრამ არ მგონია, რომ პრეზიდენტი ზელენსკის ცვლილება მოხდეს უბრალოდ იმიტომ, რომ ქვეყანაში არჩევნები ამ ეტაპზე ვერ ჩატარდება. რომ ჩატარდეს, ახლა უბრალოდ დრო არ არის, მაგრამ ჩვენ საინფორმაციო გამოშვებებში გქონდა დეტალურად ის, ვისაც პოტენციურ ალტერნატივად განიხილავს თუნდაც დასავლეთი ზელენსკის ზალუჟნი, მისი ძალიან საინტერესო ინტერვიუ იყო ბრიტანულ მედიაში და საუბრობს ზუსტად იმას და კიდევ უფრო გაჭრილად და კიდევ უფრო მკაცრად და მკაფიოდ, რაც უკავშირდება რუსეთთან პოზიციონირებას და იმას, რომ არც ერთ შემთხვევაში ეს ხელშეკრულება შეთანხმება არ იქ ბევრად უფრო კიდევ უფრო მკაცრად
მკაცრი არის. ბევრად უფრო ხისტია ზალუჟნი ვიდრე ამ ხრივ რაიმე მოლოდინები ტრამპის ადმინისტრაციის იმ შტოსი, რომელსაც შეიძლება კონდეს იმედები, რომ ვიღაცა უფრო რბილი და მოლაპარაკებადი გაჩნდება, არასერიოზული. სხვა შორის ბოლოში რომ ზალუჟნის გადადგომა, რომელიც წარმატებულ სამხედრო, ზუსტად ერმაკთან კომპლექსს უკავშირდებოდა თავის დროს. და ბოლოს მოკლედ პასუხი კითხვაზე ომი შეჩერდება უახლოეს მომავალში მადლიერების დღემ რო ჩაიარა უკვე ვიცით. გავიგე. ორი რაღაცა. მე ნაკლებად მჯერა სამშვიდობო ხელშეკრულების ამ ეტაპზე, მაგრამ მე დაუშვებ დასაშვებია რომ მოხდეს დაშორიშორება, ანუ ცეცხლის შეწყვეტა შესაძლებელია. ეს ბოლომდე ეგულის. ხო, კი, ეგ შეიძლება მოხდეს ყველანაირი შეთანხმების გარეშე. უბრალოდ ამაზე შეიძლება დაითანხმო ყველა, მაგრამ სამშვიდობო ხელშეკრულება არ მგონია რომ შეძლოს და ეს იქნება კორეული სცენარი. მაშინ კორეაში როგორც იცი, დღესაც კი არ არის ხელშეკრულება სამშვიდობო მოწერილი. ამაზე მეეჭვება რომ პუტინი ამას თანახმა იყოს, მაგრამ ნახოთ. ხო, წესით ახლა პუტინს უფრო აწყობს ეს. იმიტომ რომ დე ფაქტო რაღაც ტერიტორიები მისი კონტროლის ქვეშ რჩება, მაგრამ ბევრი ამბობს და რასაც შენ ამბობ ამ იდეას იზიარებენ შენი კოლეგები, ასე ვთქვათ, ძალიან დიდი ნეტვორკების წარმომადგენლები, ანუ ქსელების და ამბობენ რომ პუტინმა ომის ეკონომიკა და ომის რუსეთი ააგო და ეხლა მშვიდობა არაფერში აღარ ჭირდება, ასე რომ თუმცა დროის მოსაგებად შეიძლება ჭირდებოდეს 1-6 თვე კი რაღაცა პერიოდის განმავლობაში. მადლობა ნონდარ ხარშილაძე, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელ